ლილომოლ საქართველოს სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლილომოლის მოვაჭრეები სპეციალური შეღავათებით ისარგებლებენ. ამ სტატუსის მქონე სავაჭრო ცენტრის ანალოგი ამიერკავკასიაში არ არის. ახალ სტატუსთან ერთად ლილომოლი მასშტაბურ მშენებლობასაც იწყებს. უახლოეს მომავალში გრანდიოზული სავაჭრო ცენტრი აშენდება. თამარ თაბუკაშვილი გიამბობთ. პირველი სავაჭრო ზონა საქართველოში. ეს სპეციალური სტატუსი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სავაჭრო ობიექტს ლილომოლს მიენიჭა. შეთანხმებას ხელი დღეს სასტუმრო რედისონში მოეწერა. რას ნიშნავს სავაჭრო ზონა? ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრი და შეღავათები მეწარმეებისათვის. ახალი კონცეფციის მიხედვით, ლილოს მოვაჭრეები მოგების 15-20%-იან საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან. ასევე განთავისუფლდებიან სალარო აპარატის ვალდებულებისაგან. ეს არის კონცეფცია, რომელიც იმარჯვებს პრაქტიკულად ყველა, პირველი ყოვლისა იმარჯვებს მოვაჭრე, ლილოს მოვაჭრე, იმიტომ 2.5-3 წელიწადში მას მოუწევს მუშაობა თანამედროვე გაუმჯობესებულ სამუშაო პირობებში. აქ იმარჯვებს სახელმწიფო, იმიტომ ეს კონცეფცია პირდაპირ გამომდინარეობს ჩვენი ძალისხმევიდან, რომ წავახალისოთ კეთილსინდისიერი ბიზნესი. რეგიონის მასშტაბით არის პირველი შემთხვევა, ჩვენი რეგიონის ქვეყნაში არსად ანალოგიური რეგულაცია და ანალოგიური რეჟიმი დაბეგვრის ბაზრობების არ არსებობს და არას ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს მოდელი, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ და ჩვენ შევიმუშავეთ და რომელიც ამუშავდება რაუნდენიმე წელიწადში სრულყოფილად, იქნება საკმაოდ განსხვავებული და შესაძლებელია მისი ანალოგია მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იყოს. სავაჭრო ზონის არსებობის აუცილებელი პირობაა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგებობის არსებობა. ლილოში მის დაპროექტებას და მშენებლობას ესპანური კომპანია სალამანკა განახორციელებს, რომელსაც მსოფლიოში მსგავსი 38 პროექტი აქვს აშენებული. ჩვენ ახლა ლილოში ვიმყოფებით, სადაც ბაზრობა 1991 წლიდან ფუნქციონირებს. აქ 5000-მდე სავაჭრო დახლია, სადაც 10000-მდე ადამიანია დასაქმებული. თუმცა სულ ცოტა ხანში აქაურობა კიდევ უფრო გრანდიოზული იქნება. 310,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება, სადაც მაღაზიებთან ერთად გასართობი ზონაც მოეწყობა. მცირე კინოთეატრი, საგამოფენო დარბაზი, საოჯახო სასტუმრო და სკვერები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ ობიექტებისა, რომელსაც 59 მილიონ დოლარად შეფასებული პროექტი დაიტევს. გარდა იმისა, რომ დაწყებულია ლილოს რეკონსტრუქცია და ის ჩამოყალიბდება ნორმალურ ცივილიზებულ სავაჭრო ცენტრად, სადაც კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, იმიტომ რომ დაახლოებით ორმაგდება მისი მოცულობა და რეგიონალური დანიშნულების და რეგიონალურ ფუნქციას იძენს ის. ლილო იყო ყოველთვის მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოს ცნობიერებაში და დღეს ხდება წამყვანი პირველი რეგიონალური ცენტრი, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ მყარად ალბათ დაუკავშირდება მიმდებარე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდანაც. ლილომოლი დღემდე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ადგილია, სადაც ყოველწლიურად 3,5 მილიონი მომხმარებელი მიდის. ახალი პროექტის მიხედვით კი აქ ადგილობრივების გარდა ტურისტების რიცხვიც საგრძნობლად გაიზრდება. მშენებლობის პარალელურად მეწარმეებს საშუალება ექნებათ საქმიანობა შეუფერხებლად განაგრძონ. გავიგეთ, რომ შენდება ახალი ლილოს პროექტი, ძალიან გვიხარია, მოხარული ვარ. არის რაღაცა კარგი შემოთავაზებები, რაც იქნება კლიენტისთვისაც და მომსახურე ბიზნესმენისთვის, პერსონალისთვისაც ძალიან კარგი. ლილომოლის შემდეგ სავაჭრო ზონის სტატუსი ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით ყველა ბაზრობასა და სავაჭრო ცენტრს მიენიჭება. ლილოში გრანდიოზული მშენებლობა კი 2014 წელს დასრულდება.